NASA-ს მიერ მზის შესასწავლად გაგზავნილმა ზონდმა Parker Solar Probe-მა გასული წლის დეკემბერში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მან ჩვენი ვარსკვლავის ზედაპირს 6.1 მილიონ კილომეტრ მანძილზე ჩაუარა. ესაა ყველაზე ნაკლები დისტანცია, რომელზეც ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი მზეს ოდესმე მიახლოებია. 2025 წლის 22 მარტს აპარატმა სისწრაფის რეკორდიც გაიმეორა. კერძოდ ის პლაზმის უზარმაზარი სფეროს მიმდებარედ წამში 192 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა. ფაქტობრივად Parker Solar Probe-მა ამჯერადაც მზის ატმოსფეროში გაიარა და მას შეეხო. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფერო მისი ხილული ზედაპირიდან 8.3 მილიონ კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდება. ზონდის ბოლოდროინდელი რეკორდები გასაოცარია, იმის გამოც, რომ მზის ატმოსფერო უფრო ცხელია, ვიდრე მისი ზედაპირი. იქ ტემპერატურა მილიონობით გრადუს ცელსიუსს აღწევს. რა თქმა უნდა, აპარატის დიზაინის შექმნისას მეცნიერებმა ეს გაითვალისწინეს და ისე დაამზადეს, რომ ხურვალებისთვის გაეძლო. 22 მარტის მანევრი ვარსკვლავთან რიგით 23 ჩავლა იყო და დაგეგმილი 5-დან მეორე, რომლის დროსაც დისტანცია 6.1 შეადგენდა. მომდევნო ჯერზე ზონდი მზეს 19 ივნის მიუახლოვდება, შემდეგ კი 15 სექტემბერსა და 12 დეკემბერს, თუ კი საწვავი ეყოფა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისია ამით დასასრულისკენ წავა, რადგან საწვავის მარაგის ამოწურვის გარდა პლაზმისგან თავდაცვის პრობლემაც შეიქმნება. ამის მიუხედავად, სანამ ეს მოხდება, აპარატი ღირებული ინფორმაციის შეგროვებას განაგრძობს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.